გაუმარჯოს სალამით ნინო ამოდი უნდა დავაუთო, მაგრამ სანამ დავაუთოვებ რაღაც მინდა ვცადო. სუსუ დაბლა უჯრაში, ეს დასახვევები რო ვიყიდე თემუზე, ხო იცი ფერადები რო არის, ისადე სუსაბლითა უჯრაში. გარდირობის. აი, საღებავთ, ან მეორეში უნდა იდოს, ან იმაში რა ნახო. მე ხო წინასწარ ტესტავ ხოლმე რაღაცებს, სანამ სადმე წავალ რა, ქორწილი იქნება თუ რა იქნება და მინდა და ეგ დავტესტო და მე მივუყვი ამ საქმეს. ცოტა რაღაცები დავაბინავი აღარ არის. შევკიდე გარდირებში რაღაც 1-20 წუთის სინამდვილეში მეძინა. ხო და ესა. ამიტომ ჩემს ურეკია. ხმა მქონდა გათიშული და ისე კარგად მომივიდა თქვათ, რომ ანუ კარგად დავისვენე რა, წერან ხო გითხარით თუ თავი, მაგრამ მткиოდა მეთქი და გამიარა. ხო და თმა მქონდა ძალიან დავარდნილივით და დავიბანე. ერთხელ წავი შამპუნი რომ მაინც მეთქი. ბევრი არ დავხარჯო. წუწურაკი და დაიბადე. ხო და მინდა დავტესტო რამდენად გამომივა ხო სანამდე ხარ ხო? ხო, შვილო, შეგიძლია შეწამოთილი. ისე უბრალოდ დავტესტოთ, ნახოთ რამდენად შეიძლება რომ გავაკეთო 21-ში. ჩემს თანამშრომელს რაღაცა შევუკვეთე თემუზე. ხო და მაგას საერთოდ შევუკვეთე ურსასმენები რომ მიდოდა ხო გახსოვთ. და დამავიწყდა ქუსლების ისმე შემეკვეთა ბიცოლა ჩემისთვის და დამავიწყდა მომკლავს. ხო და შევუკვეთე ფრჩხილებიც. ორნაირი მე მგონი თუ არ ვცდები. რადგან ის უნდა შემეკვეთა 35 ლარისა იყო რა, ეს ჩემი თანამშრომლის რაღაც ნივთი უნდოდა და 40 ლარამდე გავხადე ჩემი რაღაცებით შევუკვეთე და უკვე კურიერთან არის. იმედია მომისწრებს, ეხლა დიდად აი დაუი არ მომისწროს მეთქი არ ვიცი, მაგრამ ფრჩხილები მაქვს შეკვეთილი. ხო, იმედია მოვა. მაინც ახალი რო რაღაცაც ხომ აქვს ის უბრალოები რო შევუკვეთე და რომ მომევიდა და რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეხლა ჯერ უნდა დავტესტო თმა დაახლოებით, მაგრამ ყველა ვარიანტში ვიცი, რომ 21-ში სულ სხვანაირად გავიკეთებ. აი, თანაც როგორ გავიკეთებ, აი წასვლამდე რამდენიმე წუთის ადრე ხო იცით, სულ ეგ ვიმართებ, თორე კი არ მემართება ძალით რა. მე თვითონ ვაკეთებ მაგ. ხო შეგიძლია კვირას დაჭკვირას რაღა. კარგად შვიდად წყნარად რაღაცა. ადამიანურად მოემზადო არა, წასვლამდე 5 წუთით ადრე მახსენდება, რომ უნდა მოვემზადო. და ჩხილებსაც და რაღაცას გზაში ვიკეთებ ხოლმე. ჩემი დაუდევრობის ბრალი არავის ბრალი არ არის და არც ჰუი და საქმის გამო არ მომდის. ესე ვიცი ხოლმე რა ბოლო წამის კაცი ვარ. ხო და ეხლა დავტესტავ ამას და უნდა დამეტესტა მაკიაჟი, დავტესტავ კიდეც, მაგრამ მინდოდა რომ ბარბარესიც დამეტესტა. რაღაცა მაკიაჟის ისინი რო უყიდე წენები ცოტა კარგი კვეთრი ფერებია რა, მინდა ცოტა ნაცრისფერ, შავფერ, აი ეგეთ იმაში რა. დღეს ცეკვაზე ხო რაღაცა გადაღება აქვს და იქ დაიღო ყველაფერი. მოდი ხა ეს უნდა გავიშრო, იმიტომ რომ სველთმაზე არიზავს. ჯერ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თხელი თმა მაქვს, აი ხა რა ეს შევიკრა დილაზე გავიშრო, დილაზე გავიშალო, ისევ სველი მეთქე, ანუ გვიან მიშრება რა და ამას ძალიან იშვიათად ხმარობ, იცით თქვენ ამით ვიშრობ. ნინო შენ ხარ? ნინო გაქცე პარკის ხმა იყო რაღაცა გადმოვარდა და ნინო არა? კატაშენს გული გამისკდა. კატა იყო ციგნების პარკთან მისული. დააშრიალე. მოკლედ გავიშროთ თმა და ნახოთ თუ რამე გამოვა. წავიღოთ ეს ბარბარის სარკია. ხანდახარ გაიწმინდა, კაი იქნებოდა.
და დავიწყოთ. ავიღოთ ეს. დიდი არაფერი ტვი. ელემენტები არა, ეს იყენება. არა, ეს ჯერ რაო? აუ ისა. დაგიხაროთ, ჯერ გაცები უნდა მithქოდა. არ ვიცი ხა სავარცხელი უნდა ამ ამბავს. აი რომ დავიბანხოთ ესე მაკაფუნქულებული. თმა არა მაქვს დამწვარი, იმიტომ რომ არ ვიშრობ ფენით ხოლმე და წეღან ბარბარეს უყურებდი. ძალიან ხშირად ხმარობს, თითქმის ყოველთვის ხმარობს ფენს და ეგოლები აქვს საშილა და. ნინო. მოდი. წეღან ბარბარეს წენი თუ კიდე და ხო რაღაცა გადმოვივარ და დამავიწყდა ლოყებისაც რა ქვია. ნინო ლოყებზე რო ისმევენ რა ქვია. უდრა. აიმე. ლაინერი. ხო დედა გენაცვალეს მე მგავბავ. ლაინერია, ნამდვილად ლაინერია. აი ხო ვიცი რაც უნდა თქვა, ეგეთი გამოდებილებული ცხოვრება რომ აი ეს რუმიან. ხო, ეგვი, მაგრამ არა გამოდის. ბავშვი დედაზეა წასული. ხო და ეგ გადმომივარ და იქ და დავაკვირდი. აი ხო იცით დედის საღებავები რაღა და საკრასკავები თუ რაც აქვია ფერმარილში რომ ბავშვები ძურებიან ხოლმე, ეგ ძურები ბარბარეს. ესე ეს მეტად აღდება ფეხზე და აი მე ღმერთო ჩემ ესე რო ქნა მოიცდე. ეს მოვაყდი და მე თქვენ. არა უშავდა, მაგრამ ვერ რაღაცნაირი საკია ხალხო. ისე თქვენთან ჯობია ჩავიხედო. ესე იგი არის პატარები რამდენი 1 2 აუ პატარები ბევრია 2 4 6 8 2 4 6 8 9 არის პატარა 2 4 6 8 9 არის დიდი ანუ პატარები უნდა გაიკეთო ცოტა აქ დიდები უნდა გაიკეთო ქვემოთ ხო და რა ვიცი აბა როგორ გავიკეთო არ ვიცი მაგრამ მოდი დავიწყოთ ყოველ შემთხვევაში მოდი ცოტა უკრაინა დავიწყოთ აი ამ ადგილიდან ეხლა როგორ რადგან 9 ცალია ვამყოფინოთ ჯერ უნდა ქნა ეს ერთხელ დავიხვია ამით ხალხმა და მართლა კაი რაღაცა არის მე ბარბარესაც დაუხვიე ნინოსაც დაუხვიე ანუ კარგად ვიხმარეთ რა ეხლა ის უნდა გამოვდო ეს ვიყიდე თემუზე თუ არ ვწდები 5 ლარამდე თუ რაღაცა ეს უნდა ბოლომდე ჩასვა აქ და ანუ ეხლა ნახეთ ამას ჩამოვწევ აი ამ თმამდე და გავუშვებ ხელს მივეხმარები რომ თავისი ფორმა მიიღოს აი ესე ეხლა ისე უნდა ვქნა რომ მეყოს ესე მე ვერ ვისწავლე ჭკუა რომ ჯერ უნდა ეს გავუკეთო სადღაც 1-3 ცალი ვაკეთე და მჭირდეს და დანარჩენს თანს ცოტა სქელიც არ მინდა ავიღო დღეს ჩემი კლასელები ქეიფობენ და მე რადგან არ მეცალა ვერ წავედი დღეში ქეიფობდნენ და ნონა უნდა გავამწყარო შემაგივრა დალიე ნონა ჩემ მოსაგონებელი ხო დალიე ქალო ისე ხო არ წამოყველი კლასის ქეიფი რა ნუ იჭღანები წამოდიო და დამიწერე აქ ერთი გავაკეთო ეს რაღაცა დამრჩა არა უშუალო ისევ დამავიწყდა რომ ჯერ ეს ამეგო მინდა რომ დღევანდელი დღე გამოვასწორო ემით რა ქვია ვიდეოების არ დადება დღევანდელი დღე ხახნო არ ვიცი ეს კვირა ძალიან აი წინა კვირას რო ბევრს ვდებდი ხო ბევრს როგორ მაგრამ მაინც ხშირად მოვდიოდი და ვიდეოებით წელს რავი რა წელს აი მე ამერია
ამ კვირაში ძალიან აწეწილი ვარ. ხო, კაი. ეხლა პატარები გავაკეთოთ. ძალიან არეული ვარ მართლა უღონთ. ეს არ ვიცი, რისა. ამაზე შემეკითხა რომ წულის შეიძლებაო, წულისა კი არა და ფენი რომ ჩავრთათ და მიუშვიროთო. სილიკონია წულივით, რა უნდა მეთქვა და წულია მეთქი. განახებთ ხა როგორია, ვისაც არა გაქვთ და მართლა კარგი არის ხალხო, აი არ აფუჭებს თმას, არ აზიანებს და უბრალოდ აი ოდნავ ნესტიანზე რომ გაიკეთოთ, თმას ახვევს ძალიან მაგრად და საერთოდ მართლა არ აფუჭებს. თავარია ეს არ დაგჭეთ. და თმა არ გაიგლიჯოთ. ეხლა მე რომ ეს დამევარცხნა, უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ არა უშვა. უბრალოდ ერთი კაცი გინდათ რომ დაგეხმაროთ ამ ამბავში. მოდი აქ რაღაცა ის გრძელი გავუშვათ რომ ბოლომდე დაიხოს. წეგან მივედი და ვაჭამე ყველაფერს რომ დაახლოებით რომ გეგმაში მქონდა რომ ეს გამეკეთებინა. ანუ მე ხო აზრი არა ვარ როგორ უნდა გავიკეთოთ და ყველაფერი უნდა დავტესტო იქამდე. მე ვიფიქრე რომ დამრჩა ეს წავალ მეთქი და თმას გავიკეთებ. ქვემოთ ძალიან განაშორს არის. თმას კი არა მაკიაჟს გავიკეთებ მეთქი რიტასთან. ძალიან კარგად აკეთებს და მე მივხვდი რომ იქ ჩამსვლელი არა ვარ. არ ვიცი რატო ხარხნო მიუხედავად იმისა ეს როგორ უნდა დაიხოს. აი ხო მიველი მაგზომამდე. მიუხედავად იმისა რომ დამრჩა. მიყვარს თმაზე ხელის მოკიდება, ნინო რომ ვარცხნდა ხოლმე და ეს დამრჩა რა უშვა. მიუხედავად მაგისა რომ მიყვარს და მსიამოვნებს. აი არასდროს არ მივდივარ ხოლმე თმაზე რომ რასარამე გავიკეთო. ალბათ მაგიტომაც რომ არის რომ არა მაქვს ჯერჯერობით განადგურებული. ხელები რამე. არა, აქ გჭირდებათ ერთი კაცი. კაცი არა, მაინც კაცი არ არის საჭირო. ერთი ადამიანი გჭირდებათ რომ მოგეხმაროთ. ვიცი ცოტა სქლე თავიო. ეს ნუ მენახებინა რამდენად ვიცადეთ. ფენი რამდენად არ დააზიანებს. ამის გაკეთებით რომ შეიძლება ნახევარი თმა გაიგლიჯოთ, მაგრამ არ გული არ დაგწყდეთ. აი რაღაცა გამეჭედა. და ნერვები გჭირდება ძალიან მაგარი. გამეჭედა. ამ დროს მაკრატელიც იქონიეთ ხალხო, იმიტომ რომ უიჭველი დაგჭირდებათ. ანუ ეს არის ნახეთ ბადია. აი სილიკონის ბადე ისე რომ ფენი ჩემი ბრალი ახლანჭულად გავიკეთებ. ფენი ძალიან ადვილად გაივლის რა შიგნით ჰაერი, ცხელი ჰაერი და კარგად გაატარებს. აი ეს. მოდი ახლა წყნარად შვიდად ნერვიულობის გარეშე გამოვდოთ ყავი. აი, ნახე დამშვიდებული გონება რა კარგი არის გია და ნერვები. აი, გამოვიდა. ეხლა ის ჩამოვწიოთ და მივეხმაროთ დახოვარში. ეს შანსი არ არის არ გაგძურებათ თუ ძალით არ გამოიწეთ. აგეთ უფრო ბევრი დამჭირდა. დაახლოებით ბევრი გამოვიდა აქეთ უფრო.
რეზულტატს მე არ ვიცი რამდენ ხანში შემოგთავაზებთ. აი ესე ჩაჭდა. აი ესე უნდა დაახვიოთ. ეგ მაგდეს კი ვერ მოვტვინე რომ ყველა მასე გამეკეთებინა რომ მე ადვილად გამოდის ნახე. აღარ გეგლიჯებათ მა. იმიტომ ამბობ რა ერთი კაცი გჭირდება. და მე ამათ რო უკეთებთ ხოლმე თმას, ბარბარეს თუ ნინოს. მე ამათ წელის წყდებათ რომ რაღაცაში მომეხმარნე. წელაზიდები, წელამკვდარები. მე ლამაზად უკეთებ ხოლმე. მე კიდე ცოცხლიდან გადმოსულსავ გევარ ხოლმე სადმე რომ მივდივარ. გეგონება იმ წუთას გავაჩერე ცოცხი. მე რო გიკეთებდი ადრე. ვიღაც რო დაგიძახოთ ამდა. აი მე გუშინდელზე უნდა გითხრათ, ეხა ნინო მოვიდა, ჯერ ფათაფუთით, 3 საათზე ცეკვა ჰქონდა და მარშრუტკას უნდა გამოყოლო და მე 6-ე გაკვეთილზე და მარშრუტკის მძღოლი არ წამოვიდა, მე 6-ეზე და მე 7-ეზე უნდა წამოსულიყო, ეს ძალიან ცუდად გაშრება, პირდაპირ გეუბნებით. ხო და აგვიანდებოდა და მეც მივწერე სალომე მასწავლებელს და ლაშსაც დაურეკია ლევანი მასწავლებლისთვის, რომ ნინოს უაგვიანდება, ნერვოზი და მე ვარ ტაყალყო ესეთი წასვლა ნახე ასამგება. ხო და კარებთან ავდგავარ ველოდები, რომ უნდა ჩავაცვა უცოდ ჰაერში რო იტყვიან ნინოს და გაუშვა ცეკვაზე რა საათს 1-10 წუთი აგვიანდება და მოვიდა სლუკუნებს. თან იცი როგორ სლუკუნებს გულამომჯდარი. რა იყო მეთქი და გასახდელშიო დავკარგეო საათიო. ქეთი მაჩუქა თავის მეგობარმა დაბადების დღეზე და სუზედ ეკეთა სკოლაში რომ მიდიოდა და გასახდელში დაუდია და რომ ისულა აღარაყო დახვედრია. აი ქეთის ნაჩუქარი რო იყო მაგიტო. ხო, ქეთის ნაჩუქარი რო იყო მაგიტო იბდღრიალა და ნუ კაი ხო ვიღაცა მაიღო. ხა მაგის მერე ვინ შევიდა კლასი და რაღაცა უბრალოდ სისულელე იყო ძებნა რა, იმიტომ რომ თუ იმე წაიღო არავინ არ გამოაჩენდა. ხო და აუცილებლად ვუყიდი როგორი საათიც იყო და ქეთის სახელზე ისევ ექნება ეგ საათი. ყველა სასაცილო რა არის იცი? მარტო საათი კი არ დაკარგა. ნასკები დაკარგა. ან განადამე ისეთი ნასკი. სახლის ნასკი რომ მე გახსოვს ფეხბურთისა რო უყიდე დაბადების დღეზე გეტრები. ჯერ ვინ უყურებს შარვის ქვეშ თურმე მაგასაც ნასკებსაც კი იცვლის და თურმე მაგასაც იცმევს იმის ქვეშ და ამოიცა ცუდად გამოვდე. გეტრები ჩაიცო და ჩვეულებრივ უბრალოდ ნასკები დაალაგა იქ რა, ერთად დაალაგა ისინი. აი მე ღმერთო ჩემო. ხარხნო მოდი არ გინდათ რა, ისე წადით, ყველგან ეგე წადით. ნერვი აღარა მაქვს. წინაზე რა ადვილად გავიკეთი არა. ჩემი ბრალი ეხა. წინაზე იცი რატო გავიკეთე? ზედა მხარე შევიკარი ჯერ, იმიტომ აბულტი რო ვარ. ხო და რასაუყვებოდი. ნასკებიც გაიხადა იქ დაალაგა, გეტრები ჩაიცო ქალმა და რა ქნა? აღარ იყო. ნასკებიც დაკარგა და ლაშა ამბობდა, მოდი დაურეკო მასწავლებელს ვინცო მაგ ამათ მერე შევიდა. რა უნდა უთხრა? მე ვთქვა ნასკები დაუყავითო? ანუ ერთად გელაგა? ნასკებში გადაახვია შვილო ის საათი? არა. აბა? ნასკი ალბათ გადაგორდა. კაი, ნასკი გადაგორდა და სად წავიდა? ანუ ამით ძალიან ხო იმეს არ ვაკეთე, უბრალოდ დაახლოებით მაინტერესებს, ან ავიწევ მე ან რაღაცას უზავ. ეს მოვიჯერი ალბათ. ყველა არ დამჭირდა. ჯერ რამდენი ცალი იყო და ყველა რო არ დამჭირდა, ეგ არის კიდე მაგარი. ხო, ეხლა დავტესტავ იმას, რა ქვია, მაკიაჟსაც და მერე გავიშლი. ალბათ ერთ 9 საათში გავიფლი და რაც გავოა. ეხა შემოვიტან თუ რამე მაქვს, მაკიაჟის სტრუქტურის რამე რუმეები, ყველაფერს ცოტა მინდა რომ მკვეთრი მაკიაჟივით გავიკეთო. აი ეგ ვიცი რომ ძალიან ცუდად მექნება, იმიტომ რომ აი ესეთი დატკეპნილი არ მიყვარს. ამიტომ ეხა ავიწევ, თორე აი ეს ყურებში ქარის ზარივით ამ კიდია. როგორ უნდა ავიწიო ეხა ეს? კაი ხო არ ავიწევ.
მაკიაჟს გავიკეთებ და დაგენახებით ხარ. მაკიაჟი არა და სახე დავიბანე, კრემი წავისვი რაღაცა და ეხლა ვიჭველი ვიცი რომ გელს უნდა დავემგვანო. არაფერს განსაკუთრებულს ტუჩს ნახე როგორ კულტურულად ვება ტუჩსაც ავიღებ, კონტურს ავიღებ, თვალის ფანქარს ავიღებ, ლაინერს არ ავიღებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ლაინერის აღებას, საოცრებებს ვაკეთებ ლაინერი, თუმცა ძალიან მომწონს და იმას ავიღებ, ფუნჯებს ავიღებ და იქნებ ფუნჯებით გავაკეთო ეს გადასვლა ლაინერის, რომ შემდეგ ოდნავ მაინც წავისვა. მოკლედ. წავისვე და დაგენახოთ. თქვენ რა ჩემი საწოდაობა გენახათ, რაც გავაკეთე. ხო, ეს ჩემთვის ცოტა მკვეთრია. მე ლაინერზე არ იცილოთ ხარ, ხო ლაინერი ერთი მამა ჩემთან არის, ერთი და ჩემთან. აჰა. ანუ თმები რომ ძალიან ადრე გავიკეთო ესე და მე მოვიხსნი თუ არა, ლაკი დავისხა, იქნება ძალიან ლამაზად. ძალიან ანუ ისე ბუნებრივად და რაღაცა, რა ვიცი, არ ვიცი გაწეწილს დავიტოვებ თუ არა. აზრი არა ვარ. არც მაკიაჟი არ ვიცი, აზრზე არა ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვითომ დავტესტე, მაინც არ ვიცი ესე გავიკეთებ თუ არა. ვფიქრობ, რომ რავი, თან ვფიქრობ, ხო რა ავიწიო თქო, ავიწიო კიდე ყველგან გავაკეთო. აი აქ რო ბარბარე იყოს, ნინოს რო ვეკითხები რა ვქნა, ის ლამაზად არის, ამისთვის ყველა ლამაზად არის. ბარბარე მძაფრად კრიტიკულია და თუ არ არის ლამაზად, არ გეტყვის რომ ლამაზად არის. ხო და ბარბარე მჭირდება ეხლა. ბარბარე კი არა, ივანე. ივანე მაკიაჟზე მეუბნება ხოლმე, ხა არასოდეს მძიმე მაკიაჟს და იმას არ ვიკეთებთ, მაგრამ თუ რაღაცა ახალმე მეუბნება ივანე. არ ვიცი ხარ ხო როგორ გავიკეთო. აზრზე არა ვარ. არც ამისი ნერვი არა მაქვს. მე რო იქ ესე მომივიდე, შეიძლება გავიგლიჯო. მაგრამ ეს რო უფრო დაიხვევა, უფრო კარგად იქნება. მაკიაჟი არა მაქვს, თვალზე მომივიდა ბევრი, იცი როგორ არის. ეს ფერი არა, ეს ფერი. აი ის ბარბარეს რო აქვს წაღებული, ის რო ქონოდა, კაი იქნებოდა. ხო და რას ვიზავ არ ვიცი. მოკლედ მაგ ყველაფერთვის ჩამოყალიბდები უფრო ორშაბათს და ვნახავ რა, როგორ რანაირად გავიკეთებ საყურესაც მოვიფიქრებ. ლაინერი აქ თხლად მომივიდა და მომწონს, აქ სქლად არის და არ მომწონს. ამიტომ მაგას დავარეგულირებ რამენაირად ან ხო რა ვიცი რას ვიზავ. აი ხლა ეს რო ავიწიო. წინაზე ძალიან უბრალოდ ავიწია, რომელიც ძალიან ლამაზად მქონდა. უბრალოდ ავიწიე. მერე ხალხო, რამდენი ვიწვალე, რომ მსგავსად გამეკეთებინა და ვეღარ გავიკეთე. აი ხლა რო ავიწიე და შეიძლება მომეწონოს, აი სიტყვაზე რაღაცა ესე. ესე ჩამოშვებულ პონტში. აქ ყოყლული უნდა იყოს წესით. მე რა გავიკეთებ, ვერანაირად. დაველი ხა სანამ ფუფალობა დამეწყო. აი იცი როგორ უნდა ქნა შორე, შენ კი ნერვოზ დაგემართია. აი ესე. აი ესე უნდა გავაკეთო. ხო და ხა ობიექტურად მითხარით, ოღონდ ძალიან კრიტიკულ ობიექტურად არ ხარ, ასე გეხარო თუ დავიწერთ და მაინც თორე შევიწიო, ავიკეცო თუ რა გავაკეთო. ხო და მაკიაჟსაც შეეხება. რადიკალურად სხვანაირად ვიზავ. ესეც მუქად და ძაფრად არ ვიზავ. ამიტომ ცოტა დამინდეთ. აქ საოცრება გავაკეთე. აფსოს რა პირი მქონდა დაბანილი. ტუჩზე მარტო კონტური მესვა. სხვა არაფერი, ანუ პომადა არ წავისვი.
მაკიაჟის განსახლება. აი, აქეთა თვალი მომწონს, ლამაზად არის ესეც. მაგრამ რა თქინდა, ერთი თვალით ხო არ წავალ და მეორე თვალით მეკობრესავით ხო რა ვიკრავ. ერთი თვალი მაქვს ლამაზი მეთქი ვეტყვი. აი, აქეთ ანუ ხო მარჯვენა ხელით ვაკეთებ ორივეზე. არ გამომდის ხალხნო აქეთ თვალზე. აი, ეს წამწამები მიშლის ხოლმე. აი, ხვალე თუ წავალ ვიყიდი, აი, ბარბარეს რო ვუყიდე, მსგავსი ტიპის წენებს ვიყიდი, აუცილებლად და აი, გადავყრიდან, არა, გადავყრი, არ გადავყრი, იმიტომ რომ ახალი ნაჩუქარი რაღაცები მაქვს, კანისფერი, ყავისფერი, მაგეებს ძალიან ხშირად ხმარობ ხოლმე. აი, ესეთი მაკიაჟისთვის, აი, ცოტა მკვეთრი ფერის რაღაცა არ მაქვს. თორემეებსაც გადავყრი, ახლები მაქვს ესეთი კარგი რაღაცები, ბარბარეცაც კი ვაჩუქე. მზიას გამოგზავნილი, მზია ისე კარგად ხმარობ იმეებს, კიდე ბელას გამოგზავნილი, ნინოს გამოგზავნილი გერმანიიდან. ეგენი მაქვს, რასაც სულ ხმარობ ხოლმე რა. აი, ღია ფერის, უფრო კანისფერები არის. და მე მიყვარს ესეთი მაკიაჟი, აი, კანისფერის ტონალობებში, ყავისფერისკენ. და ისე ცოტა იმ მაკიაჟისთვის არ მაქვს არაფერი. მე მგონი რა არის ხახლო? რამოდენ არამე მესვაფსუს, რას თავპირი მქონდა დაბანილი. აი, ესეც ეს. მოკლედ. ეს ჩემი დატესტვილია. ამასან ორშაბათს რომ მოვალ სამსახურიდან და კარგად რომ ვიბანავი, მე გავიკეთებ, გავიშვებ და გავიკეთებ. და დილით დავიწყებ იმაზე ფიქს თუ რას უზავ ამ თმას. ეგ ჯობია. ნამდვილად და მაკიაჟიც დილით გავიკეთებ. რასაც მე კიდევ ეს ჩამოყალიბდი, იმიტომ რომ ხვალ თუ წავალ დაზრობაზე, იქაც შეიძლება რამე ვნახო. ამიტომ არ ვიცი წინასწარ. ეს დამჭირდება აქ დავდებ. ეს ნაკლებში. დროებით ხარხნო მომავალ ვიდეომდე ის წავისვა. ღამის ლიანა რო აჩუქა. და ეგ არის და ეგ. ყავა მინდა ძალიან. თუმცა რომელი საათია? 7:20 მე რა მოხდა. საჭმელი ცოტა შევჭამე. პური არ მიჭამია, იმიტომ რომ წეღანი რო ხო გითხარით რო მშიო და მე და ბარბარეს იქ სანამ წამოვიდოდით კარტოფილის ღვეზლები შევჭამეთ. პატარები, მაგრამ მაინც. ხო და თქვენ რა გონიათ ხმას რო აღარ ვიღებ, თქვენ გონიათ თავს ვუღალატე და რა ჭამა დავიწყე და რაღაც ახლა 1000 ერთხელ ჭამ ხოლმე რომ მომინდება გულიანად, მაგრამ ლაითად რა. ჩემ თავს კიდე ეს უნდა და ხალხნო. ჭიდროთ უნდა ვქნა. ესე იგი, რაც ეს თვისამაგრი ვიყიდე, რეზინა აღარ გამომიყენებია და აი ამაზე აღარ დავტანჯულარ. ესე იგი, აი ესე რო არ ვიწევ, ესეც ამანაც ფორმა შეიცვალა. თმა და მაგიტო. ეხლა დამეწყება სახის ფხანა რო იტყვია, იმიტომ რომ სულსაფეტი რო შევიხე სახეზე. წავედი ხარხნო მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. აბაჰი და აბაჰუ. Пока-пока.